მოგესალმებით, ვაგრძელებთ ლექციების ციკლს ქართული ენის სწავლების მეთოდიკაში. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ სიახლეების სასკოლო განათლების სისტემაში და აქედან გამომდინარე სიახლეები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში. სიახლეების სასკოლო განათლების სისტემაში ვამბობთ ჩვენ და მხედველობაში გვაქვს ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს სასკოლო განათლების სფეროში 2004 წლიდან მოყოლებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სიტყვა რეფორმა არც თუ იშვიათად გამოიყენებოდა 2004 წლამდეც. განსაკუთრებით კი აქტიურად გამოიყენებოდა ეს სიტყვა გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამ დარგის სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ 80-იან წლებიდან მოკიდებული ხშირად ისმოდა რეფორმირებული სკოლა, რეფორმისტული სულისკვეთება სწავლების მიმართ, მაგრამ დამეთანხმებიან ისინი ამავე დროს იმაშიაც, რომ არანაირ რეფორმას ადგილი არ ჰქონია ამ პერიოდში. იმიტომ რომ საბჭოთა განათლების სისტემა იყო უცვლელი და ეს სისტემა დაინგრა საბჭოთა იმპერიასთან ერთად. 90-იანი წლებიდან მოკიდებული სასკოლო განათლებაში ერთგვარი, მოდით პირობითად ვთქვათ, ერთგვარი ქაოსი იყო. იმ თვალსაზრისით, რომ ის საბჭოთა სკოლა დაინგრა, გახსენეთ მე თქვენ, მაგრამ ახალი ტიპის სკოლა, ახალი ტიპის ქართული სკოლა ჯერ კიდევ არ გახლდათ შექმნილი. და ამ სკოლის შექმნა იწყება 2000-იანი წლების დასაწყისიდან და გამოკვეთილი სახით ის უკვე 2004 წლიდან მიმდინარეობს. როგორ შეიძლება განვასხვაოთ, ან რით შეიძლება განვასხვაოთ თანამედროვე სკოლა იმ საბჭოური სკოლისაგან, რომელმაც სათავე დაიდო 1936 წელს ცნობილი დადგენილების შემდეგ, პარტიის ცნობილი დადგენილების შემდეგ და ვითარდებოდა იგი 80-იან წლების მიწურულამდე. ტრადიციულად სწავლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არსებობდა და ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ ჩვენი აღორძინების ხანის მწერალმა დავით გურამიშვილმა მოკლედ ასეთნაირად მოღვაწოდა. სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების. ამ ფორმულირებაში თავიდანვე იყო მითითებული ის ფაქტი, რომ სწავლა არის ძალიან მძიმე, რთული, მომქანცველი პროცესი, მაგრამ მისი შედეგი არის ძალიან სიამოვნო, იმიტომ რომ ცოდნა ისეთი სიმდიდრეა, რომელიც არც ცხადის ძალით წაერთვის, არც მალვით მოიპარების. სწავლის ძირი მწარი არისო, ამბობდნენ და ბუნებრივია, არ იყო მარტივი თვითონ სწავლის პროცესი საბჭოთა სკოლაშიაც, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო ავტორიტარიზმზე. დღეს კი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს სწავლების მიმართ. ეს დამოკიდებულება ბუნებრივია ასახვას პოულობს იმ მეთოდებშიაც, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მისაწოდებელი ინფორმაციის რაოდენობა დღეს 21 საუკუნეში იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ის ჩაატიო მხოლოდ სასკოლო განათლების ჩარჩოებშიც. მისაწოდებელი ინფორმაციის სიდიდე მას განსაზღვრავს პირველ რიგში ამ სასკოლო განათლების რეფორმასაც. დღის წესრიგში დადგა მხოლოდ აუცილებელი საბაზისო ცოდნის მინიმუმის მიწოდების საკითხი. თუ ადრე საბჭოური სკოლა ორიენტირებული იყო ძირითადად ცოდნის მიწოდებაზე მთლიანად, დღეს წესრიგში დგება აუცილებელი საბაზისო ცოდნის მინიმუმის მიწოდების საკითხი. მაგრამ მხოლოდ იმგვარად, რომ მოსწავლეს განუვითაროს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ახალი ცოდნის დამოუკიდებლად მიღების უნარი, რაც პირველ რიგში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას გულისხმობს. აქ ამ ფორმულირებაში უკვე ნათელი და გასაგები ხდება, რომ ჩვენ მოსწავლეს სკოლაში ვაძლევთ არა ცოდნას, არამედ ვუმუშავებთ მას ამ ცოდნის შეძენის უნარს, რომ მას დამოუკიდებლადაც შეეძლოს შემდეგ შეიძინოს ის
ცოდნა, რაც მას მოცემულ მომენტში სჭირდება. და მეორე მხრივ განუვითაროს სკოლაში მიღებული საბაზისო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ამ მომენტს ხაზგასმით აღვნიშნავ მე, იმიტომ რომ საბჭოთა სკოლის მომხრეები დღესაც ამბობენ, რომ საბჭოთა სკოლა იყო სკოლა, რომელიც მოსწავლეს მართლა აძლევდა ცოდნას. კი ბატონო, ამას შეიძლება დავეთანხმოთ მართლა, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, ქონდა თუ არა ბავშვებს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. აი ამას ალბათ უკვე კითხვის ნიშანი უზის. დღევანდელი სკოლის მიზანი კი გახლავთ ის, რომ მოსწავლეს მისცეს აუცილებელი ცოდნა, ამ ცოდნის გამოყენება ასწავლოს პრაქტიკაში და რაც მთავარია, იმგვარად განუვითაროს აზროვნება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, რომ მან შეძლოს შემდეგ ახალ სიტუაციაში მისთვის საჭირო ცოდნის მიღება. ერთი სიტყვით ჩვენ სკოლაში კი არ ვაძლევთ სამზარეულ ცოდნას, არამედ ბავშვებს ვასწავლეთ სწავლის სწავლებას. ამ ტერმინზე ცოტა უფრო მოგვიანებით ვრცლად შევჩერდებით. ახლა მოდით ვნახოთ, როგორი იყო ტრადიციული პედაგოგიკის დამოკიდებულება სწავლისადმი. ახლა ტრადიციულ პედაგოგიკას თქვენს დამეთანხმებით ალბათ, რომ მოსწავლის უნარებიდან ძირითადად აინტერესებდა სიბეჯითე და მეხსიერება. ამასთანავე აქცენტი კეთდებოდა დასჯაზე. დასჯა არ გამოირიცხებოდა ტრადიციულ პედაგოგიკაში. უფრო მეტიც, დასჯის გამოყენების აუცილებლობაზეც იყო საუბარი. საბჭოთა სკოლაში დასჯა მაინც და მაინც არ გახლდა წინა პლანზე წამოწეული. თუმცა მაინც გამოიყენებოდა, რა თქმა უნდა, დასჯის ესა თუ ის ფორმა. მაშინ, როდესაც უფრო ადრე ტრადიციულ სკოლაში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის სკოლაში და უფრო ადრეც გვხდება ჩვენ დასჯის მეთოდის გამოყენება, როგორც სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობისა. გავიხსენოთ ჩვენ აკაკი წერეთლის ცნობილი ჩემი თავგადასავალი, სადაც მე-19 საუკუნის ცარისტული რეჟიმის გიმნაზია გახლავთ აღწერილი. აქ თუ იშვიათად შეხვდებით დასჯის ფიზიკური დასჯის გამოყენებას, როგორ ურტყამენ მოსწავლეებს ხელზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გაბედეს და გაკვეთილზე დაელაპარაკეს სკოლაში, დაელაპარაკეს ქართულად. როგორ აყენებენ კუთხეში მუხლებზე დაჩოქილს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვს სკოლაში დააგვიანდა და ერთი სასაცილო შემთხვევაც გახლავთ აქ აღწერილი. გაბაშვილი, რომელიც სისტემატურად აგვიანებს, სისტემატურად დგას კუთხეში და კუთხეში გამოიკითხავს ხოლმე მასწავლებელიც გაკვეთილს როგორც წესი, გაბაშვილიც ყოველთვის მუხლებზე დაჩოქილი ყვება ამ გაკვეთილს და არც თუ ისე უღრიკოთ. მაგრამ მოხდა ერთხელ ისე შემთხვევა, რომ გაბაშვილი არ აგვიანებს სკოლაში, ამიტომ მას დაჩოქებაც არ დასჭირდა და ჰოის აუცილებლად გამოიძახა მასწავლებელმა და მან გაკვეთილის მოყოლა ვერ შეძლო. თუმცა მე გამოიყო, რომ გაკვეთილი კარგად ჰქონდა დასწავლილი. რატომ? იმიტომ რომ ბავშვი მიჩვეული იყო მხოლოდ დაჩოქილი გაკვეთილის მოყოლას. ეს უკვე კურიოზამდეც კი მიდის. მაშინ ერთი სიტყვით ფიზიკური დასჯა იყო წინა პლანზე წამოწეული და თუ ჩვენ ამ მხრივ ჩვენი აღორძინების ხანის მწერლებსაც სულხან საბას და დავით გურამიშვილს გავიხსენებთ, ერთხელ კიდევ დავწმუნდებით ამაში. გეშენია სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. ანუ სწავლისას დასაშვები გახლავთ ყრმის წკეპლით ცემა, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ. ან კიდევ ეს ფიზიკური წრთობის მეთოდი, ეგრეთ წოდებული სპარტანული აღზრდის მეთოდი, რომელსაც ლეონი იყენებს ჯუმბერის აღზრდის მომენტში, ისიც ასევე ფიზიკურ დასჯას ეფუძნება. ახლა ვნახოთ, რამდენად გამოიყენებოდა დასჯის მეთოდი საბჭოთა სკოლაში. თუ ჩვენ ნიშანს შევეხებით იმ ხუთქულიან შეფასებას, რასაც ადგილი ჰქონდა მაშინდელ სკოლა, რომელიც მაშინდელ სკოლაში გამოიყენებოდა, აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ნიშანს აქ დასჯის ფუნქციაც ჰქონდა. თუმცა არ შეიძლება არ გამოვრიცხოთ არც ის ფაქტი, რომ ნიშანი ამავე დროს წახალისების მომენტსაც შეიცავდა. ამჟამად სწავლის პროცესის მიმართ სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება გახლავთ. უფრო სწორად, დასჯა მთლიანად გახლავთ გამორიცხული და სწავლის პროცესი
უნდა ეყრდნობოდეს ყოველ შემთხვევაში ასეა ფორმულირებული დადებითი ემოციების აღზრდას მოსწავლეებში. უნდა შეუქმნათო ისეთი გარემო, ეგრეთ წოდებული ემპათიური გარემო, სადაც მოსწავლე გარემოცული იქნება მისთვის საჭირო ყურადღებით, სითბოთი და სწორედ აი ამ დადებითი გარემოს შექმნისაკენ არის მიმართული სასწავლო პროცესი. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დასწავლის პროცესში, რაც უფრო აქტიურად გახლავთ ჩართული მოსწავლის აზროვნება, მით უფრო მაღალია შედეგიც. გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების ამოქმედებაში. მაშინ ერთ-ერთი ძირითადი სიახლე გახლავთ მოსწავლის აზროვნების აქტივიზაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სწავლების პროცესში აზროვნება აქტივიზირდება, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით არის წინა პლანზე წამოწეული, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ წეღან თქვით, რომ მოსწავლეს უნდა მივცეთ უნარი ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენისა და ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას კი მოსწავლე მხოლოდ შეძლებს მაშინ, როდესაც მას ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი. ახლა თანამედროვე მიდგომები გახლავთ სწავლების მიმართ ასეთი. ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი. რა, როდის და რატომ ისწავლება. მაშინ მოსწავლისათვის ეს ინფორმაცია ნათელი უნდა იყოს. შემდეგ აზრიანი პრაქტიკა, გამოხმაურება, შეფასება და რაც მთავარია, ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. აი ამ მომენტებზე გახლავთ გამახვილებული თანამედროვე სკოლაში სწავლების პროცესში ყურადღება. ეხლა ვნახოთ, როგორია განსხვავება სწავლების ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე მეთოდებს შორის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მეთოდებისათვის ამოსავალი გახლავთ ნათელი ინფორმაცია, აზრიანი პრაქტიკა, გამოხმაურება, ანუ შეფასება თვითონ მოსწავლის მიერ, ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეს უნდა შეუქმნათ გარეგანი გარემო ისეთი, რომ მასში აღძრათ მოტივაცია სწავლისა და ამავე დროს უნდა მივახციოთ მის შინაგან მოტივაციასაც. ამას თქვენ უფრო დაწვრილებით ალბათ პედაგოგიკის ლექციებზე განიხილოთ. ჩვენ კი მოდით მოვარგოთ ახლა ეს მეთოდები უშუალოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას. რაც შეეხება ტრადიციულ მეთოდებს, ტრადიციული მეთოდებიდან პირველ რიგში გამოიყოფა დიდაქტიკური მეთოდი, რომელიც ძირითადად დიალოგის გზით ხორციელდება. ამ დროს მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც მისი აზრით არსებითია მოცემულ მასალაში. საკუთარი მოსაზრების გარდა განიხილავს სხვათა მოსაზრებებსაც. მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. იყენებს შესაბამის აქტივობებს. სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები. სთხოვს მოსწავლეს თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია. თავისთავად დამეთანხმებით, რომ ამ მეთოდში ცუდი არაფერი არ არის. მასწავლებელი წინასწარ არჩევს იმ მასალას, რაც მან უნდა მიაწოდოს კლასს, წინასწარ აქვს შერჩეული შესაბამისი აქტივობებიც, მოსწავლეს აძლევს იმის საშუალებას, რომ მან თავისი სიტყვებით შეძლოს მასწავლის შინაარსის გადმოცემა, შეაჯამოს მერე გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები. დღესაც ეს მეთოდი მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად და ძალიან ვრცლად გამოიყენება, მაგრამ ამ მეთოდის ნაკლად თანამედროვე რეფორმატორები თვლიან იმ გარემოებას, რომ მოსწავლე არ არისო გაკვეთილის პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართული, უჭირს მას ყურადღების კონცენტრირება და შესაბამისად მასალის ათვისების ხარისხიც, რა თქმა უნდა, მცირდება. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ დიდაქტიკურ მომენტში წამყვანი ფიგურა გახლავთ მასწავლებელი. რა თქმა უნდა, მასწავლებელი გახლავთ გაკვეთილზე ის პიროვნება, რომელიც არჩევს ჯერ ერთი ამ სასწავლო მასალას და შემდეგ ეს სასწავლო მასალა მიაქვს მოსწავლეებამდე და შემდეგ მოსწავლეებიდანაც მოითხოვს სათანადო ინტერპრეტაციას ამ საკითხისას. შემდეგ, ახლა, რაც შეეხება ამ დიდაქტიკურ მეთოდს,
ის მეთოდი მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც წარმატებით გამოიყენება გარკვეულ მომენტში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდაქტიკურ მეთოდში წამყვანი და ძირითადი გახლავთ მასწავლებელი და არა მოსწავლე. დღევანდელი მიდგომებისათვის კი მთავარი და ძირითადი მოსწავლის აქტივიზირება, მოსწავლის აქტიური ჩართვა გახლავთ საგაკვეთილო პროცესში. ახლა თუ ჩვენ დიდაქტიკურ სწავლებას უფრო დაწვრილებით შევეხებით, ნახავთ, რომ იგი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს. ეს გახლავთ პირველ რიგში მიზნის განსაზღვრა მოსწავლეებისათვის. ანუ რა მიზანი აქვს მოცემული მასალის სწავლებას. შემდეგ ეს გახლავთ თვითონ სასწავლო პროცესზე დაკვირვება, ანუ პროგრესის მონიტორინგი. სხვადასხვა მაგალითების მოყვანა, ამ მაგალითების დემონსტრირება, ახალი მასალის დაკავშირება ძველთან, ახალი მასალის ცოდნის განმტკიცება და ამის შემდეგ ვარჯიში. ანუ წვრთნა. იმის შემდეგ, რაც მასწავლებელი კლასს მიაწვდის ინფორმაციას, იგი ხდება მწვრთნელი. აკვირდება და მიმართულებას აძლევს თავის მოსწავლეებს. ამ დროს ყურადღება მახვილდება გააზრებული რჩევების მიცემასა და შეფასებაზე. ერთი სიტყვით, ეს დიდაქტიკური მეთოდი მე კიდევ ვიტყვი, რომ არ არის მეთოდი, რომელსაც შეიძლება ხელი ადვილად წამოვკრათ და სკოლიდან გავაძელოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი სწავლების პროცესისა. იმიტომ რომ სწორედ მასწავლებელია მართლაც ის ფიგურა, ვინც ამავე დროს მოსწავლეების ჩართვას უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში. და იმის მიხედვით, თუ როგორ მეთოდს იყენებს მასწავლებელი, მოსწავლეები შეიძლება სხვადასხვა ხარისხით ჩაერთონ ამ სასწავლო პროცესში. ძველი გაკვეთილების სცენარებიც სწორედ აი ამ პრინციპით იყო ხოლმე აგებული. მთავარი მიზანი, რა მიზანს ემსახურება მოცემული მასალის სწავლება, შემდეგ რა მასალას ვიყენებთ იმისათვის, რა მაგალითებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩავთოთ საგაკვეთილო პროცესში და კარგად გავაგებინოთ, კარგად მევიტანოთ ეს შესასწავლი მასალა მოსწავლემდე, ანუ სწორად მოვახდინოთ მისი დემონსტრირება, ახალი მასალის დაკავშირებაც რა თქმა უნდა ძველთან ხდებოდა და საგანგებო მუშაობა მიმდინარეობდა ახალი მასალის ცოდნის განმტკიცებაზე და მე მინდა გითხრათ, რომ ძველი სცენარებში, გაკვეთილების სცენარებში, რომელთაც ადრე ადგენდნენ მასწავლებლები, ცალკე იყო ხოლმე გამოყოფილი. ერთი ახალი მასალის ახსნა, მეორე ახალი მასალის დაკავშირება ძველთან, ეს გაკვეთილის ცალკე მომენტებად იყო გამოყოფილი და ახალი მასალის ცოდნის განმტკიცება. ალბათ თქვენც ხედავთ, რომ ეს მეთოდი ნამდვილად აქტიურად შეიძლება გამოვიყენოთ დღევანდელ დღესაც, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ტრადიციული პედაგოგიკა გვთავაზობს. ტრადიციული პედაგოგიკა გვთავაზობს აგრეთვე ეგრეთ წოდებულ სოკრატულ მეთოდსაც. სოკრატული მეთოდი გულისხმობს პრობლემური კითხვების დასმას. აწოდებს ინფორმაციას ძალიან ძუნწად მოცემული საკითხის ირგვლივ. ყოველ შემთხვევაში მასალას თვითონ არ უღეჭავს მასწავლებელი. მოსწავლეებს თხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ ახლის აღმოჩენამდე. ეს მეთოდი შემოქმედი მასწავლებლების მხრიდან ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა. ამ მეთოდს სხვანაირად ამ მეთოდს ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატეს სახელს უკავშირებენ და სწორედ ამიტომაც უწოდებენ სოკრატულ მეთოდს. სოკრატული მეთოდი გარკვეული მოცულობით გამოიყენებოდა ყოველთვის. გითხარით, გამოიყენებოდა საბჭოთა სკოლაშიც და სოკრატულმა მეთოდმა ამ შემთხვევაში ცოტა სხვა დატვირთვას და აქედან გამომდინარე სხვა ტერმინებიც შეიძინა. ამას უწოდებდნენ პრობლემურ სწავლებას, ამას უწოდებდნენ განმავითარებელ სწავლებას. პრობლემური სწავლება, როგორც აი აქ ჩანს, პირველ რიგში პრობლემურ კითხვასთან გახლავთ დაკავშირებული. ანუ ჩვენ მოსწავლეს ვაწვდით არა მზამზარო ინფორმაციას, არა ისეთ კითხვებს ვუსვამთ, რომლებზედაც შეიძლება ტექსტშივე იყოს მზამზაროული პასუხები მოცემული. არამედ მოსწავლე უნდა დავაყენოთ რაღაცა გარკვეული პრობლემის წინაშე, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიყენება
კითხვით რატომ თავარი და ძირითადი ასეთი სწავლებისას გახლდათ კითხვა რატომ არა მხოლოდ ის თუ რატომ ვსწავლობთ ჩვენ ამა თუ იმ საკითხს არამედ თვითონ გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნის პროცესშიაც რატომ ფიქრობთ ასე რატომ არის ასე და მოსწავლეს უნდა შეძლებოდა თავისი პასუხის დასაბუთებაც მაგრამ ამასთანავე ეს კითხვები უნდა შერჩეულიყო მასწავლებლისაგან ისეთნაირად რომ მოსწავლე თავისთავად მიიყვანა ახლის აღმოჩენამდე. სხვათა შორის ეს მეთოდი სრულიადაც არ გახლავთ ცუდი მეთოდი. ამ მეთოდს ეყრდნობოდა 20-იან წლებში გამოცემული ენის დაკვირვების სახელმძღვანელოები. ჩვენ ცოტა მოგვიანებით უფრო ვრცელად ვისაუბრებთ ამ სახელმძღვანელოებზე. ენის დაკვირვება ითვალისწინებდა არა მზამზარეული ინფორმაციის მიწოდებას ბავშვებისათვის, არა მზამზარეული წესების მიწოდებას, არამედ მოცემულ ენობრივ მასალაზე დაკვირვებას და შემდეგ სათანადო კითხვების გზით მოსწავლების სათანადო აღმოჩენამდე მიყვანას. მოსწავლეს თავად უნდა გამოეყვანა წესი. მოსწავლეს თავად უნდა გაეკეთებინა ამ წესის ფორმულირება. მასწავლებელი ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება განვიხილოთ როგორც კარგი დირიჟორი, რომელსაც მიჰყავს კლასი სათანადოდ ეგრეთ წოდებულ აღმოჩენამდე. ეს აღმოჩენების მეთოდი, რა თქმა უნდა, ახლაც აქტიურად გამოიყენება. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ინტერაქტიული მეთოდი, რაც მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებასაც. ის ბავშვებისაგან მზამზარულ პასუხებს არ მოითხოვს, ის მოსწავლებისაგან მოითხოვს საკუთარი პასუხის დასაბუთებასაც. თანამედროვე სწავლებაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ეგრეთ წოდებულ კეთებით სწავლებას. ამ დროს ჩვენ ვაწოდებთ ინფორმაციას, თუ უпростоრად ინსტრუქციას, თუ როგორ მოიპოვონ მოსწავლეებმა ეს მასალა. შეადარეთ ახლა ეს კეთებით სწავლება იმ მეთოდებს, რასაც ადრე ვიყენებდით ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას. იქ თუ არ ჩატარდებოდა ცდა, იგივე ქიმია იქნებოდა, ეს ფიზიკა იქნებოდა თუ ბუნებისმეტყველება, რამდენაირადაც არ უნდა აეხსნა მასწავლებელს მოსწავლისათვის ამ საგნის მოვლენის არსი, მოსწავლისათვის მაინც გაუგებარი რჩებოდა. მაგრამ ახლა ამ კეთებით სწავლებამ წინა პლანზე გადმოინაცვლა. კეთებით სწავლება გულისხმობს, რომ მოსწავლე მასალის შეთვისების პროცესში რაღაც მოქმედებას აუცილებლად ახორციელებს. ის თვითონ მოიპოვებს ამ მასალას, ოღონდ რა თქმა უნდა მასწავლებლის მითითების შემდეგ. ამჟამად ეს კეთებით სწავლება ძალიან არის გავრცელებული ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც, როდესაც მოსწავლეს თვითონ ვაძლევთ დგეს ამა თუ იმ მასალის მოპოვებისათვის. სიახლე გახლავთ ეგრეთ წოდებული სოციალური სწავლებაც, რაც მოსწავლეთა დაჯგუფებას გულისხმობს სწავლების პროცესში. ამიტომაც არის, რომ ცალკე გამოიყოფა ხოლმე ახლა აქტივობები წყვილებში მუშაობისათვის, ცალკე გამოიყოფა აქტივობები ჯგუფური მუშაობისათვის. ეს წყვილებში სწავლება, ჯგუფური სწავლება, რა თქმა უნდა, ძალიან ნაკლებად ან თითქმის არ გამოიყენებოდა ტრადიციულ საბჭოთა სკოლაში.